ჩვენი შემდეგი თემა კი მხედველობის ლაზერული კორექცია. ის რეფრაქციული ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდია და აუმჯობესებს თვალის ფოკუსირების პროცესს. ამ დროს სპეციალური ლაზერის მეშვეობით იცვლება რქოვანას, თვალის წინა გამჭვირვალე ნაწილის ფორმა, რომელიც გადატეხს სინათლეს და მკაფიო ხედველზეა პასუხისმგებელი. ლაზერული კორექციის შემდეგ პაციენტებს აღუდგებათ მხედველობა და აღარ სჭირდებათ სათვალის ან ლინზების გამოყენება. New Hospital-ი ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც პაციენტებს თავაზობს 9 ტიპის პერსონალიზებულ ლაზერულ მკურნალობას და აერთიანებს ორ დამოუკიდებელ რეფრაქციული ქირურგიის სივრცეს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პროცედურები ტარდება მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, ცაისის და შვინდის უახლესი თაობის ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებას და მაღალი ხარისხის შედეგს. დღეს ჩვენი სტუმარია მედიცინის დოქტორი New Hospital-ის ოფთალმოქირურგი მარიამ გოლოვაჩოვა. მარიამ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრის საშუალება მოგვეცით. ძალიან გვაინტერესებს და პირდაპირ კითხვით გადმოვალ, ვისთვის არის ეს პროცედურა განკუთვნილი და როგორ გამოიყენება? რა არის ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელსაც იყენებთ ძირითადად? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მხედველობის ლაზერული კორექციის საჭიროება აქვთ პაციენტებს, ადამიანებს, ვინც ატარებენ სათვალეს. ანუ აქვთ რეფრაქციული ანომალია, ეს არის შორსმხედველობა, ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი. ნორმაში რქოვანა და ბროლი არის სფერული და სინათლის სხივები გარდატყდება და პროეცირდება ბადურაზე, მაგრამ მაგალითად მიოპიის შემთხვევაში, ანუ ახლომხედველობის შემთხვევაში ისინი პროეცირდება ბადურის წინ, შორსმხედველობის შემთხვევაში, ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში ბადურის უკან და ასტიგმატიზმის შემთხვევაში სხვადასხვა წერტილში. სწორედ ამ დარღვევის შესწორება ხდება და მორგება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად რეფრაქციული ქირურგიის საშუალებით. ანუ ადამიანი, ვინც ატარებს სათვალეს და ლინზას, ემშვიდობება სამუდამოდ. თუმცა ეს არის არჩევის ოპერაცია და ეს არ არის ასე ვთქვათ, ექიმის მხრიდან ჩვენება. ვისაც სურს, იკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში. მე თავად ვამატარებ სათვალეს და ბევრი ჩემი გასნობი და მეგობარი, თუმცა განსხვავდება ყველას ვთქვათ მინუსი და რეფრაქციული პრობლემები, ხო? როგორ ხდება შერჩევა პერსონალიზირებული მიდგომის ყოველ პაციენტზე და რა ტიპის მკურნალობას თავაზობთ კლინიკაში? კი ბატონო, New Hospital-ის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ყველა იმ ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც დღესდღეობით ქმნის ზუსტ შედეგიან და ხანმოკლე პროცედურას. პირველ რიგში რაც ხდება, ეს არის პაციენტის წინასაოპერაციო კვლევები და ამ წინასაოპერაციო კვლევებში ხდება თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად მათი ანატომიური და რეფრაქციული თავისებურებების გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული თვალის ანაბეჭდის შექმნა. ანუ იქნება ინდივიდუალური რუქა რქოვანის, ეს არის პენტაკამზე კვლევა, ვთქვათ, რქოვანის წინა და უკანა ზედაპირის ტოპოგრაფიული კვლევა, არის ასევე ტომოგრაფიული კვლევა, არის დინამიური პუპილომეტრია, მაგალითად გუგის სიდიდის მიხედვით, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს 7 მმ ზომის გუგა, ვთქვათ, ღამის განათებაზე და ჩვენ გავაკეთებთ 6 მმ-ზე ოპტიკურ ზონას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ოპერაციის შემდეგ ექნება ჰალოები. სწორედ აი ამის აღმოსაფრთხებლად კეთდება ასევე აბერომეტრია სხვადასხვა აბერაციების შესამცირებლად და ინდივიდუალურად, მაქსიმალურად გათვალისწინებით დამზოგველი, ანუ ქსოვილის დამზოგველი მეთოდით ჩვენ ვცდილობთ შევასწოროთ ესა თუ ის რეფრაქციული ანომალია, ანუ ნაკლოვანობა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მედსკრიპტუმში თანამედროვე ტექნოლოგიებზე და სულცდილობთ, რომ თანამედროვე მიღწევებზე მედიცინაში ვისაუბროთ ხოლმე და მეტი გავაგებინოთ მაყურებელს. მაინტერესებს აი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, აი ლაზერულ კორექციაში რამდენად მნიშვნელოვანი არის და რა ხარისხზე როგორ აისახება? რა თქმა უნდა, მთავარი არის რეფრაქციულ ქირურგიაში ის ულტრათანამედროვე უახლესი ტექნოლოგია და აპარატურა, ანუ აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ესა თუ ის რეფრაქციული ქირურგიული манипуляция ნაკლებად საზიანო პაციენტისთვის, ანუ ფაქტიურად რისკების გარეშე. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია შვინდის და ცაისის უახლესი მაღალტექნოლოგიური ორი პლატფორმით, რაც არის ერთადერთი საქართველოში. და 2011 წელს ისტორიას რომ გავუყვეთ, ჩვენი კლინიკა იყო ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პირველად ჩატარდა femtolazер კორექცია, ანუ კანცაისის პირველი ფლაგმანი, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიაში იყო New Hospital-ი.
ამ ეტაპზე შვინდიც არის პირველი და ჩვენ ვართ პირველები, სადაც არის შვინდიც და კალცაისიც და შესაბამისად ყველა ის ულტრათანამედროვე რეფრაქციული ოპერაცია იქნება ეს რქოვანი სანათალით, ანუ ფლეპის წარმოქმნით, ფლეპლეს, ანუ ლენტიკულის ექსტრაქციით, ნაკლებად ინვაზიური ჩარევა, ტრანსპიარქეი, ტრანსპიტიკეი, ანუ ყველა ტიპის რეფრაქციული მანიპულაციის ჩატარების საშუალება გვაქვს და ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნილება აქვს პაციენტს, რა მაჩვენებლები აქვს, რა ანატომიური თავისებურება აქვს, რომ ჩვენ შევურჩიოთ მას ინდივიდუალურად ზუსტად ის პროცედურა, რომელიც იქნება მისთვის აბსოლუტურად რისკის გარეშე და იქნება შედეგიანი. მინდა აღვნიშნო ასევე ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი საქართველოში, ვინც აკეთებს კალცაისის ახალი ალგორითმით პრესბიონდს, ანუ საკითხავის სათვალისგან განთავისუფლებას 40-45 წლის ასაკის შემდეგ. ესეც არის ბენეფიტი და ესეც ძალიან შედეგიანია. 1 წელია უკვე ჩვენ ამ პროცედურას ვატარებთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. რაც მაინტერესებს არის რა ტიპის რეფრაქციული პრობლემიდან, ანუ რა მინუსიდან, ასე რომ ვთქვათ, შეგვიძლია ამ ქირურგიულ ჩარევას მიმართავთ და რა ასაკობრივი ზღვარი არსებობს, როგორც დაწყებაში, ასევე რაცა სრული ასაკი, რომელზეც ამათაც უკვე აღარ ტარდება ეს ოპერაცია. რეალურად ოპერაცია ტარდება 18 წლის ასაკიდან და ზედაზღვარი აღარ გვაქვს. ეს იმიტომ, რომ ზუსტად შემოვიდა პრესბიონდ ლაზერი საკითხავის სათვალის მოხსნის ალტერნატივა და თუ პაციენტს არ აქვს სხვა ოფთალმოლოგიური პრობლემები, ჩვენ რეალურად ზედაზღვარი არ გვაქვს. რაც შეეხება მინუს და დიოპტრიულ მაჩვენებლებს, ჩვენ შეგვიძლია -1-დან -10-მდე +6-მდე, 6 დიოპტრიამდე ასტიგმატიზმის მოხსნა, ანუ საკმაოდ მაღალი გვაქვს არეალი მოცული სხვადასხვა ტიპის რეფრაქციული დარღვევებისთვის. რა უპირატესობა შეიძლება იყოს ის, რაც ნიუ ჰოსპიტალს ესთავაზობს, აი ამ ლაზერული კორექციის მიმართულებით შეიძლება უფრო პაციენტზე მორგებული, რა კიდევ ერთხელ ჩავშალოთ, ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ რომ ჩავშალოთ, ანუ ჩვენ გვაქვს ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში შვინდის და ცაისის უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ბოლო თაობის ლაზერები, ეს არის შვინდის ატოსი, ამარისი და კალცაისის მე-90 და ვიზუმაქსი, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ გავაკეთოთ რეალურად, რაც მსოფლიოში კეთდება, აბსოლუტურად ყველა ჩარევა. ადრე ამ პროცედურას, სანამ ჩვენ კიდევ უფრო აპდეიტს გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, იყო ჯგუფი პაციენტების, ვისაც ვერ ვუკეთებდით ოპერაციას, ვეუბნებოდით უარს. რეალურად ეხლა ჩვენ მაგით გვაქვს, ასე ვთქვათ, ეგ ბენეფიტი გვაქვს, რომ მთელი რქოვანის შემთხვევაშიც, ანუ საკმაოდ რთული რეფრაქციული ანომალიის შემთხვევაშიც ჩვენ უარს პაციენტს რეალურად აღარ ვეუბნებით, თუ არ არის რაიმე ისეთი წინააღმდეგ ჩვენება, რაც საერთაშორისო პროტოკოლებით არის გათვალისწინებული. რამდენად გამზოგელი ოპერაცია არის ლაზერული კორექცია მხედველობის და რამდენ ხანში უკვე აღუდგება მხედველობა პაციენტებს შემდგომ? როგორია რეაბილიტაციის კურსი, ასე ვთქვათ? რაც შეეხება დამზოგველი, ანუ ქსოვილის დამზოგველი მიმართულებით, რა თქმა უნდა, საკმაოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ქსოვილის აბლაცია და შესაბამისად პაციენტისთვის იყოს დამზოგველი. და რა თქმა უნდა დამოკიდებულია დიოპტრიულ მაჩვენებლებზე. თუ იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ რაღაც დიოპტრიული მაჩვენებლის იქით ლაზერული კორექციით ჩვენ ვხვდებით, რომ შეიძლება აღარ იყოს ეს ოპერაცია დამზოგველი, თავაზე უკვე განსხვავებული ტიპის რეფრაქციულ ჩარევას იქნება ეს რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია თუ ფაკიური ლინზის იმპლანტაცია. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ნაკლები ქსოვილის აბლაციით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. რაც შეეხება რეაბილიტაციას, თვითონ პროცედურა გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე წამი და 3-4 საათის განმავლობაში პაციენტს აქვს დისკომფორტი, დაბინდული მხედველობა შეშუპების გამო, თუმცა ფაქტიურად 24 საათში იღებს შედეგს და ეს შედეგი არის ხანგრძლივი, თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა დავამატებდი, რომ პრესბიონდ ლაზერის შემთხვევაში, როდესაც საკითხავს სათვალეს ხსნით, ხშირად აქვთ პაციენტებს კითხვები, რომ თქვათ, 10 წლის შემდეგ რა იქნება. ეს არის პროცედურა, რომელიც არის ბინოკულარული მხედველობის მოდიფიცირებადი მოდელი. ანუ ჩვენ შეგვიძლია იმ პაციენტს, ვისაც სათვალეს მოხსნით, საკითხავს 10-15 წლის შემდეგ, როდესაც შესაძლოა პლუსი ისევ წამოვიდეს, ჩვენ გავაკეთოთ ამ ჩარევის მოდიფიცირება და შედეგი გავახანგრძლივოთ. ამაზე მაქვს კითხვა, რომ ასევე დავსვა, არსებობს ესეთი წარმოდგენები, რომ თუ ეს ოპერაცია
ტარდება ახალგაზრდა პაციენტში, უფრო მაღალი რისკი არსებობს, რომ ისევ დაბრუნდება და აუცილებლად დაბრუნდება ეს მინუსი, რომელიც იყო თავიდან. ვერ დაგეთანხმებით. ანუ ზუსტად ის წინასაოპერაციო კომპლექსური კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავთვალოთ ყველაფერი სწორად. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს რაღაც სტატისტიკური მაჩვენებელი და გარკვეულ პროცენტში შესაძლოა რეციდივი გქონდეს. თუმცა ისიც გათვლილია, რომ ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ქირურგიულ ჩარევას, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის საშუალება, რომ დამატებით მერე რეციდივის შემთხვევაში მოხდეს ამის კორექცია. და ბოლოს უნდა ვიკითხო უცებად რეკომენდაციები, ვიც ახლა გაიარა, ასე ვთქვათ, ლაზერული კორექციის პროცედურა. რას ურჩევდით მათ? რა არის ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთონ და რამე ისეთი შეზღუდვა ხო არ აქვთ, როგორც არ შეიძლება რომ მოიქცნენ, როდესაც ამის რეაბილიტაციას გადიან. რეალურად რეაბილიტაცია ძალიან მარტივია. მეორე დღიდან პაციენტი უბრუნდება ფიზიკურ და მხედველობით აქტივობას. ერთადერთი მაინც შედარებით შეზღუდვა არის, ვთქვათ, 2 კვირის განმავლობაში აუზის სიარულისგან, ზღვაზე დასვენებისგან, პირდაპირ ულტრაისფერის სხივები და მტვიანი გარემო. ეს არის ერთადერთი, რაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოვარიდოთ პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო სიახლისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ასე ვთქვათ ამ ძალიან ინოვაციურ მადლობა თქვენს ასე. დავფიქრდი, მე ხომ არ გადავწყვეტე რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და გავკეთე ეს ოპერაცია. უგმესი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.